თუ უკვე ნახეთ კავკასიის ალბანეთის შესახებ სხვა ვიდეოები, მაშინ შეამჩნევთ, რომ არაერთხელ ვახსენე შუა საუკუნეებში შედგენილი საისტორიო ნაშრომი ალბანთა ქვეყნის ისტორია. ეს ნაშრომი წარმოადგენს ჩვენს მთავარ წყაროს ალბანთა სამეფოს შესახებ. ალბანთა ქვეყნის ისტორია ძველ სომხურ ენაზე იყო დაწერილი. სომხური ენა გარკვეულ ეტაპზე ადრეულ შუა საუკუნეებშივე ალბანეთის სამეფოს არაერთი პოლიტიკური თუ საეკლესიო მოღვაწისთვის მთავარ ლიტერატურულ ენად იქცა. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ამ საისტორიო ამბების კრებულის ზოგიერთი ამბავი თავდაპირველად ალბანელთა ენაზე იყო დაწერილი. ვინ ითვლება ალბანთა ქვეყნის ისტორიის ავტორად? ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთი მოსაზრება ნაშრომის ავტორად მოვსეს კალანკატუელს ასახელებს. მას ხანდახან მოვსეს დასხურანცადად მოიხსენიებენ. თუმცა მეცნიერების დიდი ნაწილი დღეს თანხმდება, რომ სხვადასხვა დროს დაწერილ ამ ამბებს ერთი ავტორი ვერ ეყოლებოდა. თავად მოვსეს კალანკატუელი სავარაუდოდ რამდენიმე ავტორთაგან ერთ-ერთი. მოვსესი, ანუ მოსე, უტიის გავარში, ანუ უდიების მხარეში არსებული ერთ-ერთი დიდი სოფლიდან, კალანკატუ იქიდან უნდა ყოფილიყო. ზოგიერთი მოსაზრებით მოვსეს კალანკატუელმა ამ საისტორიო წყაროს პირველ და მეორე წიგნებზე მე-7 საუკუნეში იმუშავა, ხოლო მოვსეს დასხურანციმ კი მე-10 საუკუნეში მესამე ნაწილზე იმუშავა. ითვლება, რომ ალბანთა ქვეყნის ისტორიის ამ სამ ნაწილში შესულ ზოგიერთ ამბავს კიდევ სხვა ავტორებიც ყავდა და საბოლოო სახე ტექსტმა სწორედ ამ ამბების ერთად შეკრებით მიიღო. ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი მეტწილად სრულყოფილი ხელნაწერი მე-13 საუკუნით თარიღდება. ძველი ხელნაწერები წიგნის ფორმით სომხურ ენაზე პირველად 1860 წელს რუსეთის იმპერიაში მოსკოვში გამოიცა. მისი ერთ-ერთი ეგზემპლარი ახლა საქართველოს ერთადერთი უდიური სოფლის ზინობიანის მუზეუმში ინახება. მას შემდეგ ეს ტექსტი რამდენიმე ენაზე ითარგმნა. ტექსტის არასრული ქართული თარგმანი 1984 წელს გამოქვეყნდა და თარგმანზე ლიანა დავლიანიძე ტატიშვილმა იმუშავა.